რაც გამოარჩევს პაატის შემოგვიგეს პოეზიას, ეს არის სწორედ ის სიზუსტე, რასაც წერს ერთ ლექსში. როგორც ის პოეზია არის ზუსტი. ანუ ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ფორმები ცვალებადი, ადვილად მოსახელთებელია, მაგრამ რაც თავარია, ეს პოეზია არის უზუსტესი. ქართველი პოეტები უწუნებენ ლექსებს სხვა პოეტებს, რომლებიც ასევე გამუდმებით უწუნებენ. და ცხადია, ლექსებს უწუნებენ იმ პოეტებს, რომლებიც ამ პოეტებს ლექსებს უწუნებენ და წუწუნებენ. სიტყვა, რომელიც სხვა სიტყვებთან ურთიერთობებს არ ამყარებს, კონსტრუქციების გარეშე არ არის განაზრებული, ასეთი სიტყვები პაატასთან არ შეგვხვდება. ყველა ბოდვაც პაატასთან კონსტრუირებულია, გაცნობიერებულია და არ არის, ასე ვთქვათ, შემთხვევით მოხვედრილი. და ეს არის ლექსი. იცით, როგორი რაღაც არის ხოლმე დამოკიდებულება ხშირად, რომ ესე იგი პოეზია, ისეთი რაღაცაა, რომელსაც ლოგიკა არ ჭირდება. გასაგებია, რომ მათემატიკური ლოგიკა სხვა არის და პოეტური ლოგიკა, რომლითაც ჩვენ არ ვწავს ხოლმე და ჩვენ უნდა ვწეროთ სულ რაღაცა ემოციებით, რაღაცა პათოსით, რაღაცეებით და ეს ყველაფერი ვთქვათ, აი ძალიან არეული უნდა იყოს და შენთან მართლა აი ყველაფერი არის ძალიან ზუსტი და ერთმანეთთან შეხამებული. აცნობი ჩემი ერთვა, რომ პაატა ჩემი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია ყველა შემთხვევაში და ის თავარი თვისება შეიძლება ძალიან შაბლონურად ხდებოდეს, არის ის რომ შევდეს, მაგრამ მაინც არის ის რომ ის არის ძიებაში და სულ განსხვავებულ ტექსტებს თავაზობს.